ზღმარტლი არის ბროწეული დავინახე. კიდე, ყურძენი, კიდევ რა. ეს საერთოდ კი ამბობს, რომ წერს, რომ მიწათმოქმედი კულტურა ვართო და მიწა არის ჩვენი ის ყველაფერი და მაგრამ თვითონ აქ როგორც თქვა სოფელი და სოფელში მიწასთან ურთიერთობა რაღაც ქონდა რომ ქონდა აინტერესებდა ბასთან მაგალითად არა ეს პათეტიური არა ანუ პათეტიური კახეთში არის მაგრამ ეს პათეტიური ნუ მაგას ქონდა ეს უბრალოდ რაღაც მიწის მილაგება მაგრამ ზმარტლან ქონდა დეკემბრის იმ ცივ დღეს, როცა რეზო კიკნაძე მშობლების სახლში, კახეთში, სოფელ ალმატში მიგვიპატიჟა, საქართველოს ქალაქებში ხალხი ქუჩაში იდგა. პროტესტის ხმაურს აქამდე არ მოუღწევია, ამიტომ სიჩუმეს გადაჩვეულს ისეთი გრძნობა მქონდა, რომ სადღაც სულ სხვა ქვეყანაში აღმოჩნდი. იქ სადაც დრო მიდის, ნელ-ნელა ღამდება, შიგადაშიგ ძაღლები ყეფენ, მაგრამ საათი გაჩერებულია. ყველა სახლი ცოტა თიმის პატრონს გავს, მაგრამ ეს სახლი, ეს ეზო, კაბინეტი, ძველი წიგნები და რვეულებით უბრალოდ ზურაბ კიკნაძის ავტოპორტრეტია. მისი შვილი რეზო, ადამიანი გზამკვლევია ალმატის ახლა უკვე ცარიელ სახლში, სადაც რეზოსთვის მხოლოდ მოგონებები დარჩა. თუმცა კიკნაძეების ბიოგრაფიები ისეა გადაკვეთილი, ძნელია ისაუბრო საკუთარ თავზე ზურაბი რომ არ ახსენო. სკოლის დამთავრების შემდეგ რეზომ ფილოლოგობა გადაწყვიტა, მაგრამ მამაშვილის გზები ჯერ გაიყო, რეზო კიკნაძე მუსიკამ გაიტაცა, გერმანიაში სასწავლებლად წავიდა, მოგვიანებით კი მაინც გაერთიანდა. სწორედ იმ ხანად, როცა ზურაბ კიკნაძემ მარტოობა და სოფელში ცხოვრება გადაწყვიტა, გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე რეზოს მარტინ ბუბერის ტექსტის ცრუ წინასწარმეტყველის ერთობლივი თარგმნა შესთავაზა. ცრუ წინასწარმეტყველნი პოლიტიკოსები, რომლებიც ილუზიებს ქმნიან, თავიანთი უნიადაგო სურვილებით სავსე აზროვნების ძალას იმისათვის იყენებენ, რომ რაღაც ნაწილი მოახვიონ ისტორიულ რეალობას და ჩააკერონ თავიანთი ჭრელ-ჭრელი ილუზიების საბანში. წერს მარტინ ბუბერი. გაგიკვირდა რომ გაიყო კარგი. რატომ მოინდომა 88 წლის მეცნიერმა ქალაქისგან შორს მარტოობაში, სიჩუმეში, მოშინაურებულ ბუნებაში, ცრუ წინასწარმეტყველებზე დაწერილი ტექსტის თარგმნა 2021 წელს. ახლა შეუძლებელია ამის გაგება, მაგრამ რეზოსთვის მამის იდეა ერთად ემუშავა თარგმანზე რიტუალური აქტი გახდა. ლიტერატურიდან მუსიკაში გაქცეულმა შვილმა, თანაც წლების მანძილზე საქართველოდან წასულმა მამასთან თანაშემოქმედების სიხარული იგრძნო. აი ესე შემოდიან მე მერცხლები ბუდეს იკეთებდნენ ზურაბის ოთახში მაინდა-მაინც. და ერთხელ მოვიდოდი, ვა, როგორ ახარ და ცოტა 4 ეგეთი ბარტყი მიყურებს იქიდან. ესე იხურებიან. ავიდეთ? კი, ავიდეთ. მე აგიძვე? ეს ძველია. 90-იანი წლებიდან ეგრეა, მაგრამ 80-იანი. ეს ჯობი არ ვნახოთ, დასალაგებელი. ეს აქ არის თორმე. ეს რა არის შაშვია თუ პეღურავა? შაშვია. მოდი აქ. როგორ შემოფრინდა აქ კაცო? ეს ხო არის ზურაბის ოთახი? კი. ამას დავცინოდით გოეთეს კაბინეტს ვეძახით. გაფრინდება ნეტა? ჩაიმალა. აი თავისი აივანიც ჰქონდა. ამაზე ამბობ, რომ აქ იჯდა ხოლმეო? იცი რა, არა, ხო, აქაც და იქაც, ხო, უფრო ამ აივანზეც. ხო, ეს გუშინ ნახე ეს ფოტოები. აი ბაჩანა ბრეგვაძე, გურამ ულდუშაური. ახალგაზრდა ზურაბი, ეს იყო რუსი მსახიობი, ეგეთი ბობ ტეტერინი. ეს დედაჩემია, ლამაზი იყო ძალიან. სადღაც წერო ძილის წინ მიყვებოდა ამბებსო. ნუ მითებს ვთქვათ, ხო? რაღაც ესეთი ისტორია. ეს იყო ეგეთი ჩვენი ზღაპრების მოყოლა, უფრო მახსოვს ეგეთი ელინური მითები.
თან ეს ელინური მაშინ ბერძნულს ვეძახდი მე და მე რატომღაც თამაზმა რომ მითხრა ელინური რა გამიკვირდა. თავის ხინკელ მომისმა. უფრო ელინურს თუ აღმოსავლეთსაც არა, ხალხს შორის. შუმერული და აქადური რაღაცეები არა, მაგრამ მაჩუკა თამუზის სიზმარი მაქვს მისი წარწერიანი. ჩემ ჭკვიან რეზოს ჩემგან სახსოვრად. და თქვა არ გთავაზობდა რაღაცა მუსიკალური ინტერპრეტაციას ამ იცი რა, არა, მაგრამ 80 წლის იუბილეზე თუ 75-ის, არა 80-ის მე მგონი. მიუძღვენი ერთი ნაწარმოები, რომელშიც არის რამდენიმე ტექსტი. ერთი არის ოდისეადან. ერთი არის მაგის აი ანდრეზებიდან და ერთი კიდევ რაღაც. აღარ ახსოვს ხო. ეს ტექსტები წაიგითხა პარტიტურასაც გადაავლო თვალი, მაგრამ უკვე კარგად აღარ ესმოდა. და ძალიან ჩუმი მუსიკაა და რა, ეტყოდა რაღაც ადგილები არც მესმის, არ ვიცი მუსიკა არის თუ არა. ხო, ხო. მე მომეწონა ძალიან რომ არის ის მუსიკა არის თუ არ არის. ისე ეს მითების თქვა სიყვარული და ნუ მითი არის ამბავია ხო, ისტორია არის და არ მომისმენია და ძალიან მაინტერესებს თვითონ როგორ ყვებოდა ამას. ვთქვათ მუსიკას რა თქვა. რამე განსაკუთრებული დახასიათება დღეს არ შემიძლია, იმიტომ რომ ერთი არ წერ, ხო. და რასაც მიყვებოდა, იმაში ვიყავი სრულიად ჩაღრმავებული. ჯაზი რო გაჩნდა შენ ცხოვრებაში, ამაზე როგორი რეაქცია ჰქონდა? ამაზე ჯაზი ჩემ ცხოვრებაში ადრე გაჩნდა. ხო. ნუ თავიდანვე ხო სულ არა. ერთხელ არ მახსოვს რატო იყო ჩემ ოთახში, მაშინ როცა ჯერაც ჯაზ ვაბრახუნებდი და მე როდესაც მენდელსონი მქონდა 13 წელი და დავიწყე მენდელსონის დავიწყე და რაღაც იდიოტობა წამოვროშე. ეხლა მეთქი აი იმის მერე მეთქი ამის დაკვრა ეხლა. არა, ამას რო უკრავ მეთქი როგორ ჟღერს მეთქი. ხო, შე როგორც უკრავ კი, ეგრე. ესე იგი მე რაღაც დავაკრინეს მენდელსონის ჟღერა და იმან ეს პირდაპირ პროექცირება მოახდინა ჩემს დაკრულ მენდელსონს. და უცბად მე საქსოფონი რო გაჩნდა საერთოდ საქსოფონი რო გაჩნდა, ეგ ძალიან უცნაური იყო. ეგ ბერჯერმა მოყოლილი ეგ ხო, არ მომსმენია. მე ვცხოვრობდი პირველ კვარტალში, 4 სართულიან სახლში, დღეს ცოტა მეტი სართული აქვს. საბურთალოზე. საბურთალოზე. კი, კი. და ქვემოთ იყო 8 სართულიანები. ცხოვრობდნენ ბიჭები, რომელთანაც ომი ჰქონდა ხოლმე ეგეც კლუბი და რაღაცა, მაგრამ 8 სართულიანის ერთ-ერთ იმაზე პირველ სართულზე თუ პირდაპირ შედიხარ პირველი ეგ სართული. იქ იყო მუსიკის მაღაზია. იყიდებოდა მაგნიტოფონები და ერთი-ორი სხვადასხვა ინსტრუმენტი. და მათ შორის საქსოფონი და იმ მაღაზიის ქალი შეხვდა შემთხვევით ერთხელ დედაჩემს და უთხრა: "ქალბატონო ლამარა, როგორ მეწოდება თქვენი შვილი? ყოველ დღე შემოდის და დაშტერები ამ საქსოფონს." მე უკვე მაშინ ჩემმა კლასელმა თავის მუსიკის მასწავლებელთან მაყიდინა კლარნეტი. ოღონდ ამ კლარნეტზე უკრავდი სულ საქსოფონისტების სოლოებს, რაც მესმოდა. ხო და ნუ ამ საქსოფონზე გაგიჟებული ვიყავი, სანამ ხელში დავიჭერდი მანამდე. და ჩემო რომ მიყიდა, მაშინ მე მგონი მაშინ დაეტყო რბილად რომ ვთქვათ, ჩემ ფილოლოგიურ მიყიდა ხო, საჩუქარი, ხო. ანუ იმ ქალის ნათქვამის მერე ვერ მოუთმინა და მიყიდა ეს საქსოფონი. თან იქ ორი საქსი იყო, მე როცა დავშტერებოდი ამას, როგორც ის ქალი ყვება. ერთი ღირდა 425 მანეთი და მეორე 625 მანეთი. და რომ მივედით საყიდლად 425 ლარიანი უკვე აღარ იყო, მანეთიანი. და დედა ჩემო მითხრა, მოდი ზურაბს არ უთხრათ, რომ 625-ად ვიღია. ეს 625-იანი გერმანული ფირმაა საკმაოდ ესეთი Weltklang. არა, თუ რაღაცა ერქვა B&S, რაღაცა. არ აქვს მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში ამ საქსოფონით შეუდგა პირველი წყალი ჩემ ფილოლოგიურ განათლებას. მაშინ ჯერ კიდე ჯერ სტუდენტიც არ ვიყავი, თუ უკვე ვიყავი რაღაც ეგრე იყო. ანუ წერის მაგივრად, კალვინისტრის მაგივრად საქსოფონი დაიჭერა. ხო, არა, კარგად დავამთავრე, კარგად ვისწავლე ფილოლოგია და კარგი დიპლომი დავამთავრე. შენი იარაღი. მაგრამ საქსოფონმა ეთყობა მთავარი არეულობა შეიტანა.
მეგობრობა არის, რომელიც 56 წელს გამოვიდა სტალინისტ. იყო მაგათ. აი ეგ არ ვიცი. დემონსტრაციაზე. არა, მაგრამ 14 აპრილს სტუდენტები რო იქ მივიდა, მანამდე ხო წინა დღეს ხო გვეუბნებოდა იქ არ წავიდე ტოპსკესრიანად და იქ დაგხვდა. როგორ მოხდა ეგ ამბავი? ვიცი რომ სტუდენტები შეიკრიბეთ და ემზადებოდით ამ სტუდენტები ვიჯექით, ეხლა ყველა სახში ალბათ ყველა რაღაც სტუდენტების რაღაც ჯგუფი სვამობდა ხვალინდელზე და ჩვენც რო ესე ვიჯექით ჩემ ოთახში ეს შემოვიდა არ გინდათ იქ მისვლა ტოპსკესრიანად. ხო, შეშინებული იყო აი დემონსტრაცია სახეზე ეტყობოდა. დემონსტრაცია ესე. ხო. და მე თვითონ მე მივედით იქ იყო. იქ შეგხვდათ. ეს მე თვითონ არ მინახოსო. ეს თქვენი გავლენით თუ ისედაც აპირებდა? არა, ალბათ ისედაც აპირებდა. ხო, ეგ საერთოდ ძალიან უცნაური დღე არის, ხო, როცა ეს უცნაური იმითაც არის, რომ შევარდნაძე გამოაცხადა, რომ დავაბრუნე. ხო, მაგრამ აი სტუდენტებს გვეუბნებოდნენ, რომ არ წახვიდეო და მე თვითონ იქ იყვნენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ შვილების გავლენითაც. მამაშვილური ინსტინქტია, ვითომ? კი, ეგრე მგონია. ხო, თვითონ გამოდიოდა. რატომაც შეიძლება პროფესორ სტუდენტური, რა ვიცი. ხო, თვითონ არ გეგმავდა. მაშინ კითხულობდა ლექციებს? კი, მე რო ჩავაბარე 77 წელი იწყებოდა, 17-ის არ ვიყავი. სკოლა რო დავამთავრე და ზუსტად იმ წელს გახდა კათედრის ფოლკლორის კათედრის გამგე თბილისის უნივერსიტეტში. ხო, იმიტომ რომ კათედრის გამგებს და ეგენი დაიბარეს სულ ყველა მაშინ და მოსთხოვეს კათედრა. ეგ კი არა, მაგაზე ამბობდა ვიღაც აღარ პარტკომი თუ რექტორი თუ არ ვიცი ვინ არის ეს კიკნაძე პარტიიდან გავრიცხავთ მაგას და უთხრეს არ არის პარტიული ბატონო. დაწყალი სქენი ჟაგლაგი. ჟაგლაგი. არსად არ გაიქცეს. კარგია პა. აბა კარგად. დაკეტავ შენსა. თეატრია რა. საიდუმლო შეცნობის სურვილმა დაასახლა ზურაბ კიკნაძე ალმატში. მორწმუნე კაცი იყო და როგორც ჩანს პირდაპირ კონტაქტი. ლამის შეხება მოინდომა იმასთან, რაც შენიღბულია, მაგრამ აქ ჩვენს გვერდით ცოცხლობს. არსებითად ამას აკეთებდა მთელი ცხოვრება. მითოლოგიას სწავლობდა, ანუ სტრუქტურას, საძირკველს, რაზეც დგას მსოფლიო კულტურა, რასაც ჩვენს თავში ვატარებთ, თაობებს გადავცემთ. რას მემალები, რას? ალმატში გადასახლება არ ყოფილა ყველაფრისგან გამიჯვნის თუ განდეგილად ქცევის სურვილი. ზურაბს სტუმრები არასდროს აკლდა. რაც ბუნებრივია, მისი როგორც მეცნიერის კვლევის საგანი ხომ ყველაფერია, რასაც შეხვედრა ახლავს. განსხვავებულთან შეხვედრა, შეხება, კონტაქტი და შეხვედრა მაღალთან, მიუწვდომელთან. შენ მელოდები ხოლმე თუ რა არის ეგო? ეხლა გამოხედა. 80-იანის დასაწყისია, მე მგონი გიორგი არის 2 წლის. ესე იგი 84 წელი უნდა იყოს, როცა ეს სახლი გიორგი შენიშვილი. დადგა ჩვენ, ხო, გიორგი ჩემშვილი. რაც თავარია, გიორგი ეძახდა ზურაბს ბუას, იმის მერე ყველანი ბუას ვეძახდით. ბუას? დიდხანს ხო. რატომ? ბუა არის რაღაც ხო. არა, ბუა არისო, მაგრამ ბავშვმა ხო არის ის სიტყვის მნიშვნელობა, რაც ესმის იმას ცდილობს გაიმეოროს. მაგალითად გიორგის შვილი უკვე, ანუ ზურაბის შვილთაშვილი ბუბას ეძახდა. მაგრამ ბუბა უფრო გავრცელებულია ბაბუაზე. ყოველ შემთხვევაში ზურაბი იყო აქ 80 და ალბათ 2 თუ 83 წელს და მუშაობდა თავის დეიდასთან ცხოვრობდა ქვედაუბანში. ამ უბანს ქვია ტურაული სხვა შორის. ეგეთი კონცერტი ცხოველების ზოგადად. განსაკუთრებით ტურების მე მგონი არ მოგისმენია. ხამე? საღამო ხანს კი. საოცარია. და ზურაბი წერდა ამ თავის ქართულ მითოლოგიაზე მუშაობდა სწორედ მაშინ, სხვა შორში. დადიოდა სოფელში და შეიგულა კი არა ეს სახლი და ჩემს წერდა რაღაც 1-2 და ისეთ წერდა. კი არა მეც მივწერე ძალიან ისეთი პოეტური წერილი იქიდან აქ მოვწერე რატომღაც. მაშინ მეც იმაში ვიყავი გარდატეხის, ასე პროფესიული გარდატეხის ასაკში. ანუ როცა ფილოლოგიიდან გადახვედი? როცა ფილოლოგიიდან მუსიკამ როცა იმ დროა. აი ამ დროს სწორედ
დედაჩემი ჩამოდიოდა ხანდახან აქ და შეიგულეს უცბად ეს სახლი. და რაც თავარი გიორგის გულისხმობდა ზურაბი, რომ წარმოიდგინე აქ რო გაიზრდებაო რა იქნება ესო. ნუ აქ რო ირბენს ხოლმე. და მოკლედ დედაჩემმა აიყვანა აბიტურიენტები, პინგვინები. და მამაჩემის 1-2 ჰონორარი და რაღაც 4500 მანეთად მაშინ იყიდეს. მაინც დედაშენის იდეა იყო. მე მგონი დედაჩემი იყო, მე მგონი მთელი ცხოვრება ეგრე იყვნენ, რომ მამაჩემი რაღაც ესეთ პოეტურ ან ემოციურ ამ ესთეტიკურ მასა. და დედაჩემი იყო ხოლმე ამის აღმასრულებელი კი არა, განმახორციელებელი, იმიტომ ზურაბი არასდროს არ რამდენადაც მიზანდასახული და თანმიმდევრული და პროდუქტიული იყო თავის თავარ საქმეში, აი ესე ცხოვრებისეულ დეტალებში და პროზაულ ასპექტებში სრულიად უმწეო იყო შეიძლება. ქართული ოჯახი რა. ალბათ ხო. ნუ აი ტელეფონზე დარეკვამდე მიდიოდა ხოლმე. მეუბნები ამ ხელა მეცნიერი ხარ, რაღაცა როგორ ვერ გაიგერო ეს ჯერ იქ უნდა გადართო, მე აქ უნდა არ შეეძლო ამის სწავლა. კომპიუტერი? კომპიუტერი ზურაბს ერთ-ერთი ყველაზე ადრეული კომპიუტერი ისევ ზურაბს ჰქონდა, ოღონდ იყენებდა როგორც საბჭოთა მანქანას, ბიბლიური საზოგადოების დროს. მაშინ რაღაც ლეპტოპი მაშინ მისცეს დაუდეს და ოღონდ ნუ გვიან მერე ხა იმეილი და ფეისბუქი კიდე რაღაცა, მაგრამ უცბად ამ ფოტოს დამუშავება ან რაღაცა ეგეთი. წარმარა ეკარგებოდა ფაილები. იყო ძალიან განცდებში, მაგრამ სულ კომპიუტერთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ გარკვეულ დონემდე უშვებდა თავისთან და მერე უკვე აღარ ქონდა ხოლმე ურთიერთობა. ზურა შეგიძლია თქვა რომ კონსერვატორი იყო. შემიძლია თქვა და მე მგონი დიდად არც ეწყინებოდა ეს რომ წამოგეძახებოდა მისთვის. ანუ აღიარებდა. აღიარებდა ამას კი. აღიარებდა და ცოტა შეიფერებდა კიდევაც შეიძლება არ ვიცი. ისე დღევანდელ კონსერვატორთან ალბათ მისი კონსერვატორობა ცოტა. მე არც ვიცი დღევანდელი კონსერვატორობა ვერც წარმოიდგინე. ვითომ ალბათ შეიძლება ხო? მე მგონი ის უფრო რეტროგრადობაა და ამას არა ეგეთი რამე არ ქონდა. მაგას შეეძლო ძალიან ინტერესით ეკვლია მაგალითად თათუზასთან შეეძლო მთელი საათი ელაპარაკა იმპროვიზაციაზე. და თათუზა თავისი ლექსიკითაც და ლაპარაკის მანერითაც წესით რაღაც ვერ უნდა გამოენახათ საერთო ენა, მაგრამ გამონახავდნენ ხოლმე. ზურაბს შეეძლო ძალიან აი როგორც ფოლკლორის მატარებელ ეგეთ ობიექტთან შეეძლო ეტარებინა ქმელთან ან რაღაცასთან, ისე შეეძლო ნებისმიერ ადამიანთან მის ენაზე რაღაცები ეკითხა ძალიან გულუბრყვილოდ და რაღაცები ესწავლა. ეს ქონდა. მე მახსოვს რომ ფსიქო რომ მქონდა გადაცემა ორჯერ იყო ზურა ერთხელ მე მგონი სატაჯი ტრეიზე და ერთხელ ერიკ რომერზე თუ არ ვცდები ერიკ რომერი მოეწონა განსაკუთრებით მე მგონი აი ეს სწორედ ეს მისი სისტემის სიყვარული დაინახა იქა და ნუ ისიც საკმაოდ კონსერვატორი იყო მაგრამ გადაცემაში რამდენჯერმე გაიმეორა და ეს ფრაზა მახსოვს უი რა საინტერესოა უი რა საინტერესოა რა ვიცი ხა კონსერვატორებს ახასიათებთ ასეთი სიახლის მიმართ ისეთი ინტერესი მაგრამ აშკარად აინტერესებს მუდმივად ხო ეს რო რაღაცა ახალი მიუხედავად იმისა რომ ძველ სიკვლევს და შენი მაგალითად გადაცემა ნუ მუსიკაზე ვილაპარაკებთ მაგრამ თქვათ თანამედროვე ტექნოლოგიებით მუსიკაში ამას როგორ უყურებდა მე მგონი ვიდრე მე ბევრად ახალგაზრდა ვარ ზურაზე, მაგრამ ნუ ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისათვის, რომ ელექტრონული მუსიკა მიმეღო. საერთოდ ვამბობდი, რომ მე მგონი მასაც უბრალოდ რაღაც დროს, არ ვიცი, ჩემთან ლაპარაკის დროს თუ სადმე ამოიკითხა, უცბად რატომღაც ძალიან მძაფრად გაიაზრა კავშირი მუსიკის არქიტექტურასთან. აი იმის მერე რომ დაიწყო, მართლა აღარ მომშვებია იმდენს მეკითხებოდა მუსიკაზეც, ელექტროაკუსტიკურ მუსიკაზეც, რიცხობრიობაზეც მუსიკის და ძალიან ისე რომ ხანდახან მეც კი ყვებავდა რაღაც 1-2 მისი შეკითხვა, ჩემში რაღაც ახალ იდეას წარმოშობდა ხოლმე. ნუ სისტემა უყვარდა, მაგას ვამბობ, ხო? მე მგონი ფენომენოლოგიური ეგეთი დაკვირვება ჭრეტა უყვარდა რაღაცა. და ამას მერე ოღონდ გარდატეხდა თავის ემოციურ თუ რაღაც სპირიტუალ თუ რაღაცნაირ პრიზმაში, რომელიც მერე უცბად რაღაც ესეთ მიმზიდველ ძალიან საინტერესო და ემოციურ ტექსტად შეიძლება განხორციელებოდა. გამათოვდით? ძალიან ბევრს. ჭუბობდით?
ჩხუბობდით კიდევ. მართლა? ნუ ეხლა ცხოვრების ორი ეხლა ერბო კვერცხის შეწვაზე. ნუ აი გასაგებია, ძირითადად რა თემებზე. ალბათ მაინც ეხლა მე მგონი ფილოლოგია რო გადახვედი მუსიკაში, ეს კამათი არ ყოფილა. არანაირი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ პატარა დაძაბულობა ჩემი გზასაცდენილობის მთელი იმ პერიოდის მანძილზე, სანამ ბოლოს არ დაიჯერებდნენ თუ რაღაც. ერთხელ იყო ესეთი დირიჟორი ვახტანგ ჟორდანია, შეიძლება გსმენია. გიორგი ჟორდანია დირიჟორი, მისი მამა. და გიორგი მითხრა ერთხელ რომ გამატანა პარტიტურა მამა ჩემთან მივდიოდა და მამისი იყო დირიჟორი ორკესტრისა ჩატანუგა სიმფონი ჩატანუგას სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და აი მაშინ რომ დაიკრა ეს და გადაიცა რადიოთი ეს ჩემი ერთ-ერთი ადრეული საორკესტრო ნაწარმოები იმის მე რაღაცნაირად ოჯახში მოხდა ჩემი როგორც პროფესია შეცვლილის აღიარება ეხლა მანდაც უყვარდი და იცოდნენ რომ კაი ბიჭი ვარ მაგრამ ფილოლოგიას რო შევაქცე ზურგი და გზას აოცდი ეს მაინც ძალიან ისე დრამატული განცდა იყო მეხოთ იმისა რომ ძალიან მადლობელი ვარ მათი რომ ერთი წუთით არ უგზნობინებიათ ჩემთვის რომ რაღაც არასწორს ვაკეთებ როგორ განიცდიდნენ ეს გამოუცხადე სახლში არა ნუ ქცევაზე მეტყობოდა დავამთავრე კლასიკური ფილოლოგია დავამთავრე საკმაოდ კარგი დიპლომით ძალიან კარგი რეცენზია მქონდა და ეს დიპლომი მე დაიბეჭდა კრიტიკაში მაგრამ უკვე მაინტერესებდა მუსიკა მიხოსთან დავდიოდი მიხო ხო არსად არასწავლიდა კონსერვატორია და ეგეთებში ამიტომ ყავდა თავისი კერძო კლასი სხვა შორის სხვადასხვა ასაკის და მიხო შუღლიაშვილს და აი მე ერთ-ერთი ადრინდელი მოწაფე ვიყავი როცა ცდილობდა ამ თავისი მუსიკალური დაკვირვებების სისტემატიზებას და პედაგოგიური მეთოდის გამოცდას აი იმ დროს ვიყავი მე ზურა ნადარეიშვილი გვიან იყო ნიკა მემანიშვილი ნიკოლოზ რაჭველი რეზო რატო გადახვედი მუსიკაში უბრალოდ რას უკავშირებ შენ ამას ძალიან მიჭირს ამის თქმა ნუ კაი მუსიკაც უსმენდი ზურაც უსმენდა მუსიკას ბავშვობიდან ზურაც უსმენდა რაღაცა მუსიკალურადაც გაკავშირებდათ რაღაც როგორც მუსიკალურად გაკავშირებდა ეხლა მე საზრდოობდი მისი პირფიტებით მისი პირფიტები იყო ეხლა მარტო ის კი არა რომ ძალიან უყვარდა სოფრონიცკი მაგალითად ეს პიანისტი რომანტიკოსებს უსმენდა ბევრს მაგრამ ძალიან უყვარდა ბახი ამიტომ ცალკე რიხტერის და ცალკე გულდის ეგეთი შედარებითი მოსმენებიც გქონია შემთხვევია მე მახსოვს ყოველ წელს რატომაც ის ხდებოდა რომ ისმოდა და მეც არასდროს არ დამზარებია და პატარა ტექსტი იყო მაშინ ნოტებს არ ვკითხულობდი ლიბრეტოს გადავშლიდი ხოლმე და მთელი მათეს პასიონი ესე რამდენჯერმე მახსოვს რომ ერთ წელს მეორე წელს რაღაცა ესე მომისმენია ბევრჯერ გერმანულად რო სწავლობდით ლიბრეტო და ტექსტი როგორც ფილოლოგისთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი გერმანულობისთვის მნიშვნელოვანი არა ეთქობა გერმანულად რო ვისმენდი ამას და ეს რო ჟღერდა ეთქობა ის რაღაც როლს თამაშობდა საერთოდ მუსიკასთან დრემდე მაქვს ძალიან ისეთი ფილოლოგიური ვერ ვიტყვი, მაგრამ სიტყვას მგონია რომ ძალიან დიდი როლს და ძალიან დიდი დამხმარეა ხოლმე ჩემთვის მუსიკაში. მე მგონი აი ლანა ღოღობერიძისთვის მithქვავს ერთხელ რომ რამხელა მნიშვნელობა აქვს მის ფილმებში სიტყვას და ვერბალურ ნაწილს. მისი ფილმებისას და არის ეს რაღაც ფილმებს ეს საერთოდ არ ჭირდება ან ძალიან სუს ისე აქ იგნორირებულიც კი ხანდახან. თუმცა თხრობითი მუსიკა მე როგორც ხვდები არ გეყვარს. თხრობითი მუსიკა მიდანთ არ მიყვარს, მაგრამ აი მუსიკის სიტყვასთან კავშირი. ამოზრდა კი არა. მოპოვება, მუსიკალური მასალის მოპოვება ვერბალური მასალისგან ძალიან მიყვარს. იყო ტექნიკა ეგეთი შუა საუკუნეების კი არა, რენესანსის იტალიაში soggetto cavato delle parole, ეგრე ერქვა. ძალიან soggetto cavato-ს ეძახიან. მაგალითად, რომელიმე ჰერცოგის სახელისგან ამოკრებილი მუსიკალური ასოები უცბად გახდება ამ მთავარი თემის ნოტები. და ამაზე აიგებოდა მთელი მე ფუგა მესან რაღაცა. ხო და ეგეთი ეს ტექნიკა ხშირად ძალიან მეხმარება, იმიტომ რომ თავიდან ალბათ ეს ჩემი ნაკლოვანებაა ეგეთი ბუნებრივი რომ ხშირად მიჭირს ძალიან მიყვარს სარიელ ფუცელზე ყურება მაგრამ ხშირად მიჭირს აი ერთხელ გადაწყვეტილი რაღაცის დატანება ამ ფუცელზე პროფესორად ერთხელ რაღაცას რომ დავწერ წინასწარ ვიცი უკვე და მწუხარებით ველოდები რომ მეორე დღეს იმას წავშლი და ცოტა აქეთ გადმოვწევა ნიკით გადააცხანაირად დავწერ ეს ტანჯვა რაღაც სამდევს არ ვიცი მიყვარსო ვერ ვიტყვი მაგრამ ხო მაგრამ
მე ვიცი რომ რაღაცას რომ დაწერ შეიძლება დატოვო ეგრეთ მე სხვა დაწერო. სხვა საქმეა რომ შეიძლება დაწერილი აღარ წაიკითხო, გეჯავრებოდეს. ის ტექსტი მოკვდეს შენ შმა. სხვა საქმეა რომ ეძებ, ხო? ხო, არა, ალბათ. ყოველ შემთხვევაში მთელი ჩემი პრობლემები, ნოტაციის და მუსიკალური პრობლემები აი ამას უტრიალებდა დროში რაღაცის ერთმნიშვნელოვნად დადგინებას, განთავსებას. კი. და ამაში ძალიან მომეხმარა სწორედ ვერბალური ნაწილი ხანდახან, უბრალოდ სოჯეტო კავატოს ტექნიკა, ხანდახან, რა ვიცი, სხვა კომპოზიტორებიც ძალიან ბევრი მისწავლია. ზურაბ კიკნაძის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რეზომ ჟურნალ ინდიგოს თხოვნით ინტერვიუ ჩაწერა მამასთან. წარსულზე ლაპარაკი დიდად არ უყვარდაო გითხრა რეზომ, თუმცა ამ ინტერვიუში მაინც დაეკითხა ახალგაზრდობაზე, რეპრესიებზე, უნივერსიტეტში სტალინური მეთოდის სწავლებაზე, კომუნისტურ ცენზურაზე. საბაზრო ეკონომიკა, როგორც ურო, შემართულია და თავში უჩაჩქუნებს კულტურას, მეცნიერებას, ცოდნას, რომელიც დღეს ინფორმაციამ შეცვალაო, ეუბნება მამა შვილს და ფაქტობრივად სთხოვს მას გადასცეს ეს თავის სტუდენტებს. რეზო ხომ ამ ხრივაც გაყვა მამის გზას, კონსერვატორიის რექტორი გახდა. მას რო ყოები წვალებას, ეს ხო წვალება არის პრინციპში, უყურთ სასიამოვნო წვალებაა, ჩემი აზრით ხო, გამახსენდა ხა შენი ინტერვიუ, რომელიც ზურასთან ჩაწერე და იქ განათლებაზე საუბრობთ, საერთოდ დღევანდელ განათლების სისტემაზე, ხო? ხა ჩვენ ილიაონიში ვასწავლეთ ორივე და მე სულ ესე ვიწყებ ხოლმე ლექციას ამ ბავშვებს ვეუბნები სტუდენტებს, რომ ხა თქვენ მოხვედით არა საზეპიროთ, არამედ რაღაც ის საკვლევად. იმიტომ რომ ეს კვლევა როგორც ასეთი როგორც პროცესი, ხო, წვალება, ეს ფაქტურად ნულამდეა დაყვანილი დღეს ჩვენ განათლების სისტემაში. ანუ რომ სტუდენტს უნდა სიამოვნებდეს განათლების მიღება, კვლევა უფრო სწორად, ხო? ხო, მაგის ის იყო აგრესიული სენტენცია სწავლის. ხო, და ბატონი ზურა მაგას პასუხობს, ანუ იხსენებს თავის სტუდენტობას და ამბობს, რომ რაღაც სტალინისტურ სისტემაში ვცხოვრობდითო ჩვენ და ეს სტალინისტური, მე ნაკლებად ვიტყვი საბჭოთა სწორედ ეს სტალინისტური წარსული, რა ვიცი, დღესაც დღესაც უცნაურია, ხო? როცა თქვა სტუდენტებს ელაპარაკები 1 საათი იმაზე, რომ კვლევა უფრო სასიამოვნოა, რომ თქვენ თვითონ სიამოვნებდეთ ეს პროცესი და ასე შემდეგ და ის მაინც ლექციის ბოლოს გეუბნება, რომ რა დავალება, ხო, რა უნდა დავიზეპიროთ, რა უნდა ვისწავლოთ. ეს ანუ ახალგაზრდებშიც ამ თაობაშიც ასე. ამ თაობაშიც არის, იმიტომ რომ მე მგონი მათი ურთიერთობა სასწავლო იმასთან, ყოველდღიურ სასწავლო ფორმატთან ეგეთია. აი არგუსი რო ავიღოთ. იქ არგუსში რაღაცები წინასწარ არის მოცემული, იქ სილაბუსია. უცბად რომ მე რო დამავიწყდება რომ თურმე სილაბუსი რაღაც კიდევ აქტუალობა აქვს რაღაცა უცბად სტუდენტის რომელიმე ქცევა მან კითხვა შეიძლება შემახსენოს ეს. კი და აი რაში გამოგვადგება ეს პროფესია რა გამოვალ მე. ხო ამის მე რა გამოვალ. ეს შეროგისმენ კი კაია მაგრამ რა გამოვალ. ამის მე ეს ძალიან გავრცელებული არის ხო და რო ეუბნები რომ ისწავლი რაღაცა ანალიზის უნარი რაღაც სივრცეში ფიქრის უნარი დროში ნუ ეს ცოტა უკვირს რომ შეიძლება მე ბანკირი გამოხვიდე და ამ შეკითხვა მე თვითონ დამაფიქრა და დამძაბა ჩემსავე თავზე იმიტომ რომ ჩემ თავს დავეკითხე უცებ რა გამოვედი ბოლოს ხო იმიტომ რომ რაღაცებია ძალიან მიყვარს მაგრამ ერთ რომელიმე პროფესიას ვერც დავიჩემებ ისე გაბნეული რაღაცა. შენ კი ზურაზეც შეიძლება წერალია თუ მეცნიერია ხო? ხშირად ამოუყენა. გიგავზე დანიამ ხო რაღაც სწავლული ეს სიტყვა გამოიყენა და რაღაც განმანათლებელი მე უფრო მომწონს ეს სიტყვა ხო? რა ვიცი აი ავთანდილის ანდერძი რო არის წიგნი, იქ ნუ ფაქტიურად ეს ჩემი საყვარელი წიგნია, მთელი ქართული ლიტერატურის ისტორია არის. ხო, არის. თან როგორ ადვილად, როგორ სადად რა ვიცი რომ აი ავტობუსში წაიკითხავ და მეტროში და გესიამოვნება ხო? რამდენჯერმე მithქვას და ეს კომპლექსი რომ აი თქვა რაღაცა ან თავის მეცნიერს უწოდებდა თუ მე მგონი არ ეგეთი დეფინიცია თავისი თავის აი ხო რაღაცას ხო დაეწერა თავისი პროფესია და ლიტერატორი და მე რამდენი ენა იცი რო კითხავდნენ
არც ერთი. ან რა გითხა, ერთი ტაქსის ძღოლი ყავდა დიაშავა მეზობელი და შემოვიდოდა ხოლმე ამ საქმე. კაცო, ეს ციგნები სულ წაკითხული გაქვს. ასი თვითონ იმეორებდა მე. ხო. რა თქმა უნდა. ხო. და გასწავლი და ბავშვობიდანვე მე მგონი გამზადებდა მაინც რომ ყოფილიყავი ფილოლოგი, ხო, აი დღიურების ამბავი მომეწონა, დღიურებს წერდიო. დღიურებს წერდი კი. ხო. ეს ყოველდღე უნდა დაგეწერა? იცი რაღაცა ეგრე იყო, დედაჩემი ზურაბს უნდა წაეკითხა. ზურაბს არა, დედაჩემს უფრო. დედაში. უფრო სწორად ზურაბი ჩემი აქტივობის შემფასებელი პრაქტიკულად არ ყოფილა არასდროს. ყველა ფიდბექი, ზურაბის ფიდბექიც მომდიოდა დედაჩემისგან. იყო ძალიან მორიდებული ტიპი. ხო. შექებაც და საყვედურიც მოდიოდა უფრო ლამარასგან. ხო. ხო. მაგრამ იცოდი რომ ეს ზურას აზრიცალი. აი მაგალითად ის ძალიან გამიკვირდა ერთხელ ავდექი და ჩემი ინიციატივით. ტოლსტოის ლევ ისაბაჩკა თარგმნე. ოღონდ გამოვიყენე რაღაც ეგეთი სიტყვები მაღალფარდოვანი, უწილადა და რაღაცები. აი ეჯავრებოდა. ხო და ღამე რომ მოვიდა, მე უკვე მეძინა დილას, გავიღვიძე და დამხვდა, აკეთებდა ეგეთ ორცხობილებს, შავი პურისგან დაჭრიდა, მარილს მოაყრიდა და აწყობდა ტუყოვკაში. ნუ ეგეთი კოშკი იყო აშენებული და იქ იყო საბეჭდ მანქანაზე ამობეჭდილი რეზოს საუკეთესო თარგმანისთვის. უწილადე დედასაც. ეს გამაშაღირა იმ უწილადეზე რა თქმა უნდა, მაგრამ მერეც რამდენჯერმე აი უკვე დედაჩემი აღარ იყო და მასაც აკლდა ვიღაცა წამკითხველი. და მეც რაღაცა ვაკითხებდი ხოლმე პირდაპირ ზურაბს გავუგზავნიდი მეილით რაღაცა. რაღაც ნუ იმებს ბეჭვი დროს რო ჩქარობდი და იმ შეცდომებს კი გამისწორებდა და მერე რაღაცა უთქვავს რომ მოკლედ მისი ქების სიტყვები იყო ხოლმე ეგეთი ძალიან მორიდებით და ესე ხრების აწურვით ნათქვამი ხო. ძალიან ერიდებო. პირდაპირ ყოჩახ და რაღაცები არასდროს არ უთქვამს. მე ხედავთ იმისა რომ ლამარასთვის ნათქვამი ეს ხუთი გვერდი ისე დაწერაო რომ სიამოვნებით მოვაწერდი ხელს. მითოლოგიას სწავლობდა კაცი, ხო? კი. და როცა გითხარი რომ ეს სისტემა უყვარდა თქო, აქ მე ვფიქრობ რომ მითოლოგია მაინც ამ მნიშვნელოვანია, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ რაღაც სამყაროს აერთიანებს, ხო? ესე მგონი საბოლოო ჯამში ირკვევა რომ ყველა ადამიანი სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და რომელ კულტურასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს, მაინც ერთნაირი. ხო და ეს ჩემი აზრით ზურას ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახურებაა, რომ ეს შეძლო მან დაიწყო ამ შუმერით და წამოვიდა ევროპაში, ხო? და ქართულში, რაც მნიშვნელოვანია. ესე მე მგონი ჯერ შუამდინარული იყო და მე ქართული რაღაც ეგრე იყო. ხო და ეს მიუხედავად იმისა რომ აქ დასახლდა ბოლოს და ნუ აი ეს იყო ასე ვთქვათ მისი ცხოვრების ფინალი ეს სივრცე ხო მაინც შეიძლება მაგრამ მოგზაურობაც რო უყვარდა ბოლოდრომდე მაგალითად აქედან უცბად ხულიგანი ხა ჩაგელა ხო გოგი ჩაგელიშვილი საოცარი მხატვარი გამოული და რაქნეს ამას წინათ ძალიან შემეშინდა მაგრამ მე მივდიოდი ამ დროს თბილისში და უცბად ამათ ჩაიშვეს ზურაბი წავიდნენ თუშეთში და იმავე დღეს აპირებდნენ დაბრუნებას მაგრამ ნუ კაი ერთი ღამე გაათისე მეორე დღეს ჩამოვიდნენ უკან ესე იგი ავიდნენ და წამოვიდნენ თუშეთში თან 7 საათის გზაზე და ეგეთი რაღაცები არასდროს არ ეზარებოდა ბოლომდე შეიძლება ხო ეს იყო ძებნა რაღაცის ხო რაღაც მიზანი ქონდა რომ რაღაცისთვის მიეგნო მე მგონი მე რაღაცებს არ ვიცი რა მიზნით მაგრამ რაღაცებს ყოველთვის წერდა აღწერდა იმიტომ კი არა არის ადრე მიკამათია ჩემ მეგობართან იმაზე ყავს თუ არა ადრესატი დღიურს რატო წერდა ამ დღიურებს ან რატო წერს ადამიანი დღიურებს ხო თავისთვის წერს მე უცბად რჩება და მე თუმცა გულის სიღრმეში იცის რომ ამას აიკითხა ვიღაცას აი ხო და ეს არის ადრესატის განცდა არის თუ არა ამ წერის დროს ეგ საკითხი გვაღელვებდა აქვს მედალიანას ხო რა თქმა უნდა ალბათ აქვს მეორე მომენტი აი რომ საუბრობდით კონსერვატორი იყო თქო კი ვამბობდით მაგრამ ბევრი სიახლე უკავშირდება მის სახელს გაგეცინება და უბრალოდ ხარ მოვდიოდი გამახსენდა ერთი ისტორია, როდესაც მე დავამთავრე აკადემია ხელოვნებაცოდნეობა.
ეს იყო, ასე ვთქვათ, ჩუბინაშვილის სკოლა, ხო? და ხვდები ალბათ რაცაც მოგეყვება. ხო, და მე უკვე გადავედი კინოზე და ნუ შესაბამისად ამ ადამიანებთან, რომლებიც ძალიან მიყვარს და ჩემს ლექტორებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობა გავწყვიტე. და ერთ-ერთი მახსოვს რომ შემხვდა ქუჩაში ზუსტად მაშინ როცა მირზაშვილმა და კიკნაძემ ომი გამოუცხადეს რა და ვარქვათ არ ვიცი იმ სისტემას რომელიც რეალურად არსებობდა ხელოვნების ისტორიაში ხო იქ რაღაცების მიმართ ეჭვი ტრადიციულ ფუნდამენტურ თვალსაზრისით ხო რომ იქნებ ეს ასე არ არის და ეს ჩემი მასწავლებელი მეუნება რომ აი რატო აირჩიო კინო რატო წახვედიო ხოლმე და მე მეუნება ესე მაკვირდება და შენ შემთხვევით ჩუქჩიკას და კიკნაძის მხარეს ხომ არა ხარ ომი იყო მაგრამ ხო ამ ომში შევიდა არ შეეშინდა ავტორიტეტების იმიტომ რომ იყო ძიების პროცესში ხო ამაში ძალიან დიდი დამსახურება იყო ჩუქჩიკას ჩუქჩიკა მოვიდა პირველად ანუ გახსოვს ეს ამბები ჩუქჩიკა თავისთავად ჩუქჩიკა არის ჩემთვის ჩუქჩიკას კოლევის სტილი ჩემთვის არის აი ესეთი მეცნიერებს შეიძლება ხანდახან შეშურდეთ იმიტომ რომ ეგეთი იმპულსურობა და ეგეთი უშუალობა ხო მეცნიერებმა თავისთავად შეიძლება ამის ნება ვერ მისცეს და ემოციურობა და ეს არის ხელოვნების ხვედრი სწორედ რომ აი ესე პირდაპირ იკვლიოს ხო და ჩუქჩიკა ამ პირდაპირ ნაკვლევით და წყევლა კრულვით და გინებით მოვიდა მოდის ერთხელ ჩვენთან ნუ ხშირად ხვდები ან ხოლმე ხშირად კამათობენ და რაღაცა მაგრამ ეს იყო რამდენიმე საათიანი ძალიან ხმამაღალი ჩხუბი ჩხუბის და ჩუქჩიკას პირველი ეს შეხვედრა ამ იმაზე რომ დიჩენი და გუმბათოვანი ამ ნაგებობაზე და ეს ამ დროს ჭერმის კვადრატზე თუ რაღაცაზე უთითებს აი აქ რო არა უზუსტობა კი არ არის აქ არის კარდინალური არასისწორე ხო კარდინალური უმართლობა და ზურაბი ამას ეწინააღმდეგობა კი არა ზურაბი ტრადიციული პოზიციიდან ამას ეუბნა აიცა ეგრე ხელაღები მაგრამ ჩუქჩიკა მოიგო ჩუქჩიკა მოიგო კი არა მე ერთად დაწერეს ის მთავარი სტატია რომელზეც მე ატყდა ომისაში ხო ეს ისტორია სწორედ ამიტომ გამახსენდა რომ კი ვამბობთ რომ რაღაც კონსერვატორი და რაღაცა სისტემის მოყვარული და ასე შემდეგ მაგრამ რეალურად ეს მითოლოგიაც ხო ეს არის რომ კი ეს მითი არსებობს მაგრამ არსებობენ მითის დამანგრევლებიც ხო რომლებიც საბოლოო ჯამში ამ მითს ამ დანგრევით ამ მითს უფრო ამკვიდრებენ ანუ გვახსენებენ რეალურად რომ მე კი ამას ვებრძვი და ვცვლი მაგრამ ხო ხედავ ის არსებობს, რაღაც არსებობს, რასაც და სულ მგონია რომ ზურა მიეკუთვნება სწორედ ამ ადამიანებს, რომლებიც იკვლევენ იმისათვის, რომ მე შანსი მისცენ, ასე ვთქვათ, სხვა თაობას, ახალ თაობას, რომელიც ამ მითთან ახალ ურთიერთობას დაამყარებს, ხო? მე მგონი ხა მაგის ნაწერებიც რა არის, ხა სულ არ დაგიდევს იქ რაიმე, ესე იგი სულ არ ცდილობს რომ თავი დაიზღვიოს რაღაცეებს. მე მგონი ისიც რომ ეს ნაწერები ნაწილობრივ ემოციურია, პოეტურია, თან რაღაც ბევრი რამე აქვს ნაკლევი კი არა განცდილი შეიძლება ითქვას. აი ამ დროს ამ საფუძველზე დარწმუნებული ვარ უამრავი რამე შეიძლება შეხვდეს ის რომ სხვანაირად დაინახონ, სხვანაირად და აღწერო ან სხვანაირად სულაც შეცდომა აღმოჩნდეს. კი. ანუ ტოვებს ადგილს იმისათვის რომ შენ ეჭვ შეიტანო. არაფერიც არ აუშავს. ხო, ტოვებს მაგისას. მე მგონი მეცნიერებას ხანდახან რაღაც აკლია ხოლმე ეგეთი რაღაცა ეს თავისი ხედვის რაც ხელოვნებას ასე თამამად შეუძლია კონდეს. ხანდახან ხელოვნება შეიძლება გადავარდეს სრულიად ხო ამის გამო არასერიოზულობაში, მაგრამ ხელოვნებას ეს ნაკლებად ანაღლებს თითქოს. რომ აქ ხალხი მოდიოდა რა მასთან. ანუ ეს კომუნიკაცია ხო არ გაუწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობ რომ ეს განდეგილის რაღაც არა მგონი. არა, ეს განდეგილის არა, უბრალოდ აქ მესმის რატომაც მოინდომებდა აქ ყოფნას, უკიდიტნოს. იმიტომ რომ აქ შეეძლოს იმ შვიდად მუშაობა აქ არასო ხედა მიდი მოდი რაღაცა ქალაქი უშლიდა ხელს კი. ქალაქი დედაო სადღაც წერს. ხო, კი. ესე იგი საბოლოო ჯამში განთავისუფლდა რა. ხო, საბოლოო ჯამში ხო. ეს დედა თავის იცი ამ დედასთან ამ დღიურებშიც წერს. ჩაგელა მითხრა იქ ხო ხამე გაათიეს და დედას ეძახდიო ხამე. და მე ეს ვიცი ხშირად ქონდა
სიზმრები და კომუნიკაცია. საერთოდ ეს ბოლო ზაფხული, წანამარა იმ დღეებშიც უწერია და ბოლო ზაფხული მართლა სავსეა აი იმეებთან ურთიერთობით, ვინც უკვე იმ ქვეყანას არის. ედიშერ გიორგაძე, თამაშ ჩხენკელი, უამრავი ბესო, ხსენებდა მუდმივად ამ ხალხს. ეს სიზმრებოდნენ და ეს სიზმრება ხანდახან ამ სიზმრებს აღწერს. მაგალითად როგორ მოდიან მანქანით ერთად და მე რა უთხარი მას. და რაღაც უთხარი და ავტირდი თუ რაღაც. ცრუ წინასწარმეტყველები ისევ ცდილობენ თავი მესიებად გაასაღონ და ასეთი სახით მართონ ადამიანები. მაგრამ მარტინ ბუბერის არიღოს ხსნის ერთადერთი გზა რეალობის გამოცნობით ვიწრო და კლდოვან ბილიკზე გადის. ვინც ამ გზას ადგას, ფეხები დასისხლიანებული აქვს და თავბრუსხვევა ემუქრება, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა. ამიტომაც არის შვილი დღეს იქ, სადაც ქალაქი ბობოქრობს. ხმაურში, მაგრამ მუსიკაში. ილოცავ დახოცეს. ეს არის სოსო ცაგარეიშვილი, ჩემი მეგობარი. და ჩვენ მინდა ამ ხიარულებაში წარამარა გვახსენდება ყველას ის 51 კაცი, რომელიც ახლა ციხეშია და იქ ხდება ახალწელს. იქ შეხვდა ახალწელს. იმათ გაუთენდათ ახალი წელი, რომელიც მათ ბრძოლის რომელიც უნდა დაგვირგვინდეს ამ ბრძოლაში მათი გამარჯვებით. და ჩვენ მინდა ვუსურვოთ მათ ეს და ერთი 5 წუთი დავუკრათ და მათზე ვიფიქროთ ამ დროს. ლაფაურმა დამპატიჟა თავისთან. მოდი აქ მოიხედეო 9 აპრილი მომხდარი იყო უკვე და მოდი მოიხედეო და იქნებ რაღაცა და საქართველოში სუფევდა ეგეთი რაღაც ეროვნული მოძრაობა მთელი თავისი პათეტიური და რაღაც ეგეთი ინტენსივობით და პარალელურად გაჩენილი ნიჰილიზმი, იმიტომ რომ იქ რაღაც ერთმანეთში წაკიდების და ისეთი რაღაცები მოხდა, რომ ალბათ ყველაფერი პროვოცირებული ნაწილობრივ მაინც ისე რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას მაშინ გული აუცრუდა მთელ იმაზე ეროვნულ განმათავისუფლებელ პათეტიკაზე. ასე იყო თუ ისე საქართველოში რაღაც ნაწილში ახალგაზრდობისა დაისადგურა მე მგონი ამ რაღაცნაირმა ნიჰილიზმმა და მეც ამ ნაწილს ვეკუთვნოდი მე მგონი. და ამ დროს მოხდა ეს ჩამო გერმანიაში და წამოიღე შენი პარტიტურები და მე გავხდი სტუდენტი ლუბეკის აკადემიაში. მე ოჯახის ჩაყვანის ნებაც მომწეს. მე აღმოჩნდა ტოტოსეს თავისი დაავადება, რომელიც ერთხელ უკვე ოპერირებული იყო სადღაც მოსკოვის რომელიღაც ეგეთ ელიტურ ჰოსპიტალში, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი გაგრძელდა ისე სავალალოდ, რომ ლუბექშიც რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა ლუბეკის კლინიკაში ბედად. და აღმოჩნდა რომ ეს ლუბეკი აღმოჩნდა ჩვენი ცხოვრების გაგრძელების რაღაც თავი, რაღაც ქვაკუთხედივით. გიორგი გაიზარდა, ჩვენი შვილი. და ზურაბი იქ ორჯერ ჩამოვიდა. იქიდან რაღაც მაგალითად გამოუგზავნია, მე მგონი ამ ოთახის სულაც, ამ სახლის თუ ამ ოთახის ფოტო. რეზო, აქ ვარ, თუ რაღაც ეგეთი წარწერით მაქვს სადღაც. მისთვის ეს სახლი ძალიან ბევრს ნიშნავდა. მეხოთ იმისა, რომ აშენების დროს რამდენჯერმე განუცხადებია, რომ ამ ხელას და იმას სულ არ აპირებდა, რომ მისთვის ეს სახლი უნდა რაღაც ეს პატარა ეგეთი ოცნება იყო და დედაჩემმა რა თქმა უნდა მიაშენა, მოაშენა, იმიტომ რომ იცოდა, რომ ხანდახან 15 კაციც უგროვდებოდით ხოლმე ვინც ამ სახლში ერთდროულად ყოფნას ერთდროულად ყოფნის სიხარულს რაღაცნაირად გააჩენდა. ამიტომ ჩემი რაღაც უფრო ეგეთი common sense რო არის ინგლისურად. აით პრაქტიკულად მოაზროვნეთ იყო. მიხოთ ძალიან ემოციური და ეგეთი სიყვარულით ახსავსე
პერსონისა იყო აგრეთვე ძალიან ჭკვიანი და რაღაცებს გათვლიდა მაგალითად. ბოლოს როდის შეიკრიბეთ ყველა ერთად? თუ გახსოვს ეგ. მე მგონი ესე ფიზიკურად შეიძლება არც კი, მაგრამ აი ამ სახლის ირგვლივ ჩვენი სენტიმენტი ამ სახლთან გაერთიანებთ მიმართებაში პერმანენტ შეკრებილები ვართ შეიძლება ითქვას. ისინიც კი აი ნათესაობიდან ისინიც კი ვინც აღარ ურთიერთობთ. იმიტომ რომ ეს ამ სახლმა რაღაცნაირი როლი ითამაშა ჩვენ ყველას. მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ. ეს იყო გადაცემა შვილი, გადაცემა ჩვენს ძველ და ახალ თაობებზე. რას ფიქრობენ ჩვენი შვილები თავიანთ მშობლებზე? როგორ აფასებენ წარსულს და რას გეგმავენ მომავალში? უყურეთ რადიო თავისუფლების სხვა ვიდეოებსაც და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.